გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დრო, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე დაგეგმილ ნაბიჯებს რევოლუციურს უწოდებს, ბიზნესი კი სისტემური პრობლემების აღიარებაზე საუბრობს და იწონებს. როგორ იცვლება თამაშის წესები მშენებლობის დარგში, რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს, რამდენად გაუმჯობესდება პროექტების განხორციელების ტემპი, ხარისხი და რამდენად აღმოიფხვრება კორუფციული რისკები. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი იქნება დღევანდელი გადაცემის სტუმარი და მომდევნო 9 საათის განმავლობაში ცლად ვისაუბრებთ დაანონსებულ სიახლეებზე. მკაცრდება თუ უფრო სამართლიანი ხდება რეგულაციები ამ სფეროში თუ ორივე ერთად. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიებისა და ბანკების წარმომადგენლებს გასული სამუშაო კვირის ბოლოს შეხვდნენ. რათა განეხილათ თამაშის ახალი წესები, რეფორმა ბიზნესისთვის, ფასების ინდექსაცია, ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტის ზრდას და ქვეკონტრაქტორების გამოცდილების გაერთიანებას ითვალისწინებს, თუმცა შეღავათებთან ერთად მკაცრდება კონტროლიც, დემპინგური, არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა იზღუდება, ხოლო შავი სია ფართოვდება. ინფრასტრუქტურის მინისტრი დაგეგმილ ცვლილებებს, როგორც უკვე ვთქვი, რევოლუციურად აფასებს, რომლის მიზანიც პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში მდგრადი გარემოს შექმნა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები არის მართლაც რევოლუციური ამ სექტორისთვის. ეს შეეხება ახალი ფასების დადგენას და საბაზრო ფასებთან მიახლოვებას, არა, საბაზრო ფასებით სახელმწიფო ტენდერების გამოცხადებას, ასევე ინდექსაციის საკითხი, რომელიც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემა იყო გამომდინარე იქიდან, როდესაც კონტრაქტი მრავალწლიანი არის, ეს სერიოზული გამოწვევა იყო და ყველა ის ცვლილება, რაზეც დღეს გქონდა საუბარი, ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით სექტორს მაქსიმალურად გააჯანსაღებს კომპანიების მოთხოვნები, რაც იყო მთელი წლების განმავლობაში და ეს არ ეხები მთელი 30 თუ 35 წლის განმავლობაში, რასაც ითხოვდა ეს სექტორი, რეალურად ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც ამ კომპანიებისთვის არის პირველ რიგში, ასე ვთქვათ, შესაბამისი პირობების შექმნა, რომ მათ რეალურად სწორად და კარგად იმუშაონ. მათ შორის შავი სიის მიმართულებით მიდგომები მკაცრდება და ის უპასუხისმგებლო კომპანიები თუ კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც არ ასრულებენ თავის ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე, მათ შეიზღუდებათ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი და ხარისხი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ეს ახალი არ არის. ბოლო თვეების განმავლობაში თავად მინისტრიც ხშირად აკეთებდა აქცენტს ხარისხზე. ინფრასტრუქტურას არ ვაშენებთ ვიღაცის დასანახად. ეს ინფრასტრუქტურა თაობებს უნდა მოემსახუროს. არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ ფული უყერათოდ ვხარჯოთ ყველა ობიექტს მივუდგებით, როგორც საკუთარ სახლს. ამბობდა რევაზ სოხაძე აპრილის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში. კონტრაქტორებთან მკაცრი საუბარი ჰქონდა, შეუძლებელია პროექტები წლობით გააგრძელდეს, განაცხადა ამავე მინისტრმა რამდენიმე დღის წინ აბასთუმანში მიმდინარე პროექტების დათვალიერებისას, სადაც სამუშაოების ტემპი საგრძნობლად დაბალია. მინისტრის მიერ ბოლო თვეებში გაკეთებული განცხადებების ანალიზი, რომელსაც BMG-ის ციფრული არქივი ინახავს, აჩვენებს, რომ რევაზ სოხაძე პრობლემას მხოლოდ კერძო სექტორში აშკარად არ ხედავს. მინისტრი აღიარებს, რომ სისტემაში არსებობდა მავნე პრაქტიკა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდანაც, რასაც ბიზნესიც ემორჩილებოდა. შესაბამისად, ახალი რეფორმა სწორედ ამ ორმხრივი ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება. როდიდან ამოქმედდება თამაშის ახალი წესები მშენებლობის დარგში, რამდენად ეფექტურად უპასუხებს ცვლილებები სექტორში არსებულ გამოწვევებს და რა მოლოდინები აქვს თავად ბიზნესს, როგორც დავაანონსე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანია ჩვენი სტუმარი, რომელიც უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშვიდობის ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვიდრე თამაშის ახალ წესებზე ვისაუბრებთ და მნიშვნელოვან სიახლეებს ცოტა ვრცლად განვიხილავთ, მინდა ძალიან მოკლედ არსებული რეალობა აღწეროთ, რა პირობებში გიწევდათ და გიწევთ დღემდე ბიზნეს მუშაობა. მინისტრმაც პირდაპირ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა ხშირად მავნე პრაქტიკას ხელისუფლების მხრიდან და აშკარად ის გულისხმობდა ალბათ მათ შორის არასაბაზრო ფასებით, როდესაც სახელმწიფო აცხადებდა ტენდერებს და ასე შემდეგ. და ბიზნესიც ემორჩილებოდა. რატომ ვერ აგებინებდით ამ პრობლემებს, თუ ცდილობდით გესაუბრათ მთავრობასთან, მაგრამ მათ არ ესმოდათ და ახლა როგორ მოახერხეთ?
მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო კითხვა არის. პირველ რიგში შევაფასებდი ამ პარასკევის შეხვედრას და იმ დაანონსებულ ცვლილებებს და ღია ეთერში თქვენი მაყურებლების გასაგონად მინდა ღიად მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელთა შრომით მოხდა შესაძლებელი იმ ცვლილებების განხორციელება, რომელიც დაანონსდა. კითხვაზე თუ რატომ ხდებოდა მანამდე და უბრალოდ თქვენ ვერ ხსნით კარგად პრობლემებს თუ თავაზიანი იყავით და ალბათ პოლიტიკური ნება ნების არარსებობა ალბათ და მეორე მხრივ ის რომ ქვეყანა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ორჯერ გაიზარდა, რაც გაცილებით მეტი ფინანსური შესაძლებლობა გაჩნდა ბიუჯეტში, ამოცანებით ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზების კუთხით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ სწრაფმა ზრდამ უფრო მალე მოახდინა იმ სისტემური პრობლემების გამოჩენა, რომელიც აქამდე არსებობდა ამ სექტორში და ამ სისტემაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ აქტიური დიალოგი გქონდა ხელისუფლებასთან და ეს არის ცალსახად ნათელი მაგალითი საჯარო და კერძო დიალოგისა. საკმაოდ ხშირია სხვათა შორის უნდა ითქვას თქვენ სექტორსა და მთავრობას შორის მინისტრს შორის შეხვედრები. სხვა დარგებისგან განსხვავებით ეს თვალშისაცემია. და ამას ძალიან ვაფასებთ და საკმაოდ პასუხისმგებლობით უდგებით ჩვენს. ნებისმიერი ჩვენი ინიციატივა არ არის ფორმირებული მხოლოდ კერძო სექტორის პერსპექტივიდან, არამედ ვიცით რა პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი როგორი პასუხისმგებლობით უდგება საჯარო ფინანსების მართვას, განსაკუთრებულად ამ სექტორში და ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება არის მიმართული იქითკენ, რომ ეს ხარჯვა იყოს გაცილებით ეფექტური და მეორე მხრივ მაქსიმალურად მოხდეს კორუფციული რისკების მინიმიზირება. მოგეხსენებათ, რომ ამ სექტორში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ფასწარმოქმნა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ მიმართულებით მიღებული დაანონსებული გადაწყვეტილებები, რომელიც 59 დადგენილებას ეხება, ცალსახად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფასწარმოქმნას, სატენდერო ფასწარმოქმნას, ესე ვთქვათ, და ასევე ცალსახად მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი საქმე და შრომა, რომელიც განახორციელა ექსპერტიზის ბიურომ. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა ცალკე პორტალი, სადაც იტვირთება ის ფასები, რა ფასებითაც მე სახელმწიფო თვითონ ახდენს, ესე ვთქვათ, საორიენტაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფასის განსაზღვრას. შესყიდვისას როცა ახორციელებს, ხო? საინტერესოა ეს, ალბათ ბევრად სამართლიან ფასებსაც განსაზღვროს. ვიდრე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ ახსენეთ პოლიტიკური ნება არის ალბათ მთავარი, როდესაც დარგში იწყება სისტემური პრობლემები და რთულია არ დაგეთანხმოთ. კი მარტო ზრდას დაუკავშირეთ და მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მაგრამ მათ შორის გარკვეულწილად პრობლემებმაც ხომ არ მიიყვანა ხელისუფლება რეფორმის განხორციელების პოლიტიკურ ნებამდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხი ამოტივტივდა, ხო, ბოლო თვეებში ცალკე კორუფცია, ხარისხი, გაჭიანურებული პროექტები და მინისტრიც კი ღიად საუბრობდა ბოლო პერიოდში. ამანაც ხო არ აიძულა. ალბათ ძალიან კარგი რომ აიძულა. ალბათ ყველაფრის ერთობლიობა, თუმცა მე მინიხდი ხშირად თავის განცხადებებში, ხშირად ვიძახის ხოლმე, რომ მისი წარმატების, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი შემოფასებელი იქნება ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანია. დღესაც მან ერთ-ერთი სატელევიზიო კომპანიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ჩვენ სექტორში, სხვადასხვა სექტორებში არსებობს მართლაც ძლიერი წამყვანი ქართული კომპანიები, თუმცა ამ სექტორში ეს ძალიან დიდი იშვიათობა არის და ერთ-ერთი ინდიკატორი თუ რატო იყო ამ სექტორში მნიშვნელოვანი გაჯანსაღება და სისტემური ცვლილებები საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნას საქართველოში ძლიერი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ რეალურად ხერხემალს ნებისმიერი ეკონომიკისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის მამოძრავებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ ცვლილებებისა, რაც ხელისუფლებამ დაგვიანონს. კი ბატონო. ვისაუბროთ უფრო დეტალურად თითოეულ ცვლილებებზე, თუმცა ერთი საერთო კითხვა იქამდე, რაც დაანონსდა პარასკევს სხვადასხვა მიმართულებით, სიახლეებით ალბათ საკანონმდებლო მიმართულებითაც ვიხილავთ უკვე, რომელია ყველაზე საკვანძო ცვლილება, რომელიც მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, თუ სრულად ვერა ნაწილობრივ მაინც ამოავსებს კორუფციულ ხვრელებს და შეამცირებს კორუფციულ რისკებს ამ დარგში, იმიტომ რომ წინა თვეებში ვნახეთ ჩვენ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ამ დარგში კორუფციული პრობლემები. რაც შეეხება სკოლების ბაღების ესე ვთქვათ, ეს რა ჩაკეტავს, რა პირველი პაკეტი, ესე ვთქვათ, რეფორმის, ეს არის მოგეხსენებათ, რომ ეხლა სახელმწიფო გადადის აქტიურ კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებაზე და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო, რომ კვალიფიციური კომპანიებისთვის ტენდერები ყოფილიყო ხელმისაწვდომი და მათ მიიღო თამაში მონაწილეობა, ამისთვის ფასწარმოქმნა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ ინფლაციური რისკები, რომელიც გაგვაჩნია და ამ კუთხით ინდექსაცია, როგორც ეს თქვა, ჰეჯირება ინფლაციური მოვლენების, ესეც ასევე დაანონსდა. ამის გარდა უფრო აგრესიული იქნება სახელმწიფო იმ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისგან, რომელმაც ფაქტიურად ნეგატიურ როლს ასრულებდნენ ამ სექტორის, ესე ვთქვათ, რეპუტაციის კუთხით. მათ მიმართ და ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ გაცილებით აგრესიულად უნდა დაიცვას თავი დემპინგისგან, რომელიც ერთ-ერთი პრობლემა არის და დამახასიათებელი არის ამ სექტორისთვის და ამისთვის გვაქვს ჩვენ გარკვეული ინიციატივები, რომელსაც ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო მოახდენს ამის იმპლემენტაციას და ამ ნაწილშიც გვაქვს თანხმოყრა, რომ დემპინგი დღეს რეალურად პრობლემაა, როგორც ხარისხის, ისე ვადის, ისევე ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების. კი ბატონო. ფასების ინდექსაციაზე ვისაუბროთ უფრო ვრცლად. რევას სოხაძემაც აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი იმაზე, რასაც სექტორი ბოლო 30-35 წელი ითხოვდაო. როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი, თუ არის უკვე გარკვეული მონახაზი ცნობილი და ასევე ბოლო დღეებში ხშირად მესმოდა კითხვა, როდიდან ამოქმედდება ეს ერთი და გავრცელდება თუ არა უკვე მიმდინარე პროექტებზე, იმიტომ რომ ახლა აღმოსავლეთის კონფლიქტმა უკვე შექმნა ხომ გარკვეული გამოწვევები ამ მიმართულებით. ინდექსაცია, რომელიც გაცხადდა და გაგვიცხადეს, მეიქნება ორი ტიპის, ერთი ის, რომელიც შეეხება მიმდინარე პროექტებს, იმ კრიზისიდან, რომელიც შეიქმნა ჰორმუზის სრუტის გარშემო და ასევე მოხდება შესყიდვების კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც წარედგინება პარლამენტს მომავალ თვეს და უკვე ამ კანონის საფუძველზე მოხდება უკვე მომავალ ტენდერებში, გრძელვადიან ტენდერებში თუ სწორედ მახსოვს 12 თვეზე მეტი ტენდერებში უკვე ავტომატურად იქნება ყველა კონტრაქტში ინდექსაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ინსტიტუციონალიზაცია მოხდა ინდექსაციას. გულწრფელად რო გითხრათ, როცა მუშაობდი და ვემზადებოდი მეც ინტერვიუსთვის, რატომღაც მეგონა, ასე მახსოვდა, რომ ფასების ინდექსაციის თემა იყო მოგვარებული, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც ასევე ძალიან გლობალური ინფლაციის გამო აქაც გამოწვევები შეიქმნა, მაშინაც სექტორი ძალიან ითხოვდა, გარკვეული ცვლილებებიც იყო, მაგრამ როგორც გავიგე, დროებით. ერთჯერადი იყო, რომელიც გამოწვეული იყო პანდემიის შოკიდან გამომდინარე და შემდგომ ის აღარ გამოიყენებოდა სხვა ტენდერებში და კონტრაქტებში. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთხელ და სამუდამოდ უკვე დააკანონებს ინდექსაციას და აღარ დაჭირდება მაგას ცალკეული ან მთავრობის დადგენილება ან რაღაცა სხვა ღონისძიებები იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები როდესაც ხდება მსოფლიოში თუ ქვეყანაში, ამას პირდაპირ დააჰეჯირებს, ასე ვთქვათ, ინდექსი და მარტივად აისახება უკვე საკონტრაქტო ურთიერთობებში. ისე რომელ მხარეს ხედავთ უფრო რისკს თუ ბოლო წლების ტენდენციას თუ შევხედავთ, ხა ინფლაციას უმზარდია და გამოწვევებიც ხშირია რეგიონში და გლობალურად, რაც ფასებს უფრო ზრდის ვიდრე პირიქით.
სახელმწიფოს უფრო მოუწევს გარკვეული ბალიშის შექმნა, თუნდაც ფინანსური, როდესაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის განხორციელებისას სავარაუდოდ, თუმცა მე მგონია, რომ ჩვენ ახლა ისე დროს ვხორობთ, რომ რაიმეს პროგნოზირება რთულია. ხვალ რა იქნება და აქედან გამომდინარე ეს მნიშვნელოვანია, როდესაც ინფლაციური ფასების აქსელერაციის რისკი დაზღვეულია კონტრაქტში, ეს თავის მხრივ სახელმწიფოს იმ კუთხით აძლევს ბენეფიტს, რომ ტენდერის დროს ბიდერი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ ფასების აქსელერაციის რისკი დაზღვეულია და აქედან გამომდინარე უფრო აგრესიული არის ფას წარმოქმნაში და უკეთეს ფასს სთავაზობს სახელმწიფოს და როდესაც მსგავსი რისკი არ არის შესაბამისად ის იძულებულია რომ ასახოს ფასში. ასე რომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვის ეს არსებითი მნიშვნელოვანი ფისკალური ზეგავლენა არ ექნება. ყველა ზომის პროექტზე, ყველა ზომის შესყიდვაზე გავრცელდება ხო ფასების ინდექსაცია რა თუ რაიმე მგონია მე ამდენადაც მაქვს ინფორმაცია გარკვეული ზღვარი არსებობს რომლის ზევითაც განხორციელდება ანუ ვადისა და ზე არის თუ სწორედ ვიცი მე მგონი 5 მილიონი ლარის ზევით ზევით გავრცელდება ფასების ინდექსაცია. კანონპროექტის ერთად მუშაობთ ხო როგორც ვიცი სექტორი თავრობასთან ერთად არის მზად პაკეტი, აი დაახლოებით. ეს მივიღე ჯერ ბოლომდე ვერ გავეცანია. აჰა, ანუ მალე შევა პარლამენტში და დიდი ალბათობით წელსვე პარლამენტი ივნისის თვეში პარლამენტი მოახდენს, მიიღებს იმედი მაქვს. კი ბატონო. ვისაუბროთ ფასს წარმოქმნის ნაწილზეც უფრო ვრცლად ბატონო ირაკლი, გასაგები რო იყოს მაყურებლისთვისაც მინისტრიც ამბობდა, რომ საბაზრო ფასებითო მოხდება ტენდერების გამოცხადებაო, ამ შეხვედრაზეც ითქვა მაგალითად მათ შორის ზედნადები ხარჯების ლიმიტის 10-დან 14%-მდე ზრდა, ასევე ახსენეს იტალიური მოდელიც ბიზნესის წარმომადგენლებმა შეგიძლიათ უფრო გასაგებად მოგვიყვეთ აქ რა იცვლება და რატომ არის ეს სექტორისთვის მნიშვნელოვანი და მოქალაქესაც მინდა დავანახოთ ეს ყველაფერი, რომ ჩემთვის როგორც გადასახადის გადამხდელისთვის რა იცვლება, რომ მივიღებ უფრო ხარისხიან სკოლას, უფრო ხარისხიან გზას, უფრო კარგ ტემპში, როდესაც ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და საბაზრო პრინციპით გაწერილი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პერსპექტივიდან, რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ რეალურად თავიდანვე ამ შემთხვევაში სახელმწიფო სწორედ აფასებს ამ თუ იმ ინფრასტრუქტურის პროექტის რეალურ საბაზრო ღირებულებას. ამ ღირებულების განსაზღვრაში, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრაში, მოგიხსენებათ, რომ სატენდერო ფასი არის, მე საბოლოო ფასი დგინდება ვაჭრობის დროს. მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ყოფილიყო დათვლილი ის ხარჯები, რომელიც რეალურად შენელობაში მონაწილეობს. აქამდე არსებობს ეს 55 დადგენილება, რომელიც ფაქტიურად იყო ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს, თუმცა ეს დადგენილება პრაქტიკაში გამოიყენებოდა როგორც რაღაცა ზედაზღვარი და რაღაცა კანონის მატარებელი, მათ შორის ნებისმიერი სხვა შემფასებლისთვის თუ ფასს იმ ადამიანებისთვის, ვინც ახორციელებენ ამის განფასებას, ასე ვთქვათ, ხარჯთაღრიცხველებისთვის. და იქ უბრალოდ მოხდება დაზუსტება, თუ როგორ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, რა ტიპის ხარჯები უნდა იქნეს განსაზღვრული, იმისათვის, რომ საორიენტაციო ღირებულება იყოს რეალური. რაც შეეხება ზედნადებ, მათ შორის ზედნადები ხარჯი იყო 10% და გეგმიური მოგება 8%. ცვლილება შეეხება ზედნადებ ხარჯს, ის ნაცვლად 10-ისა გახდება 14, რაც მნიშვნელოვანი ზრდა არის და რაც საბოლოო ჯამში პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პრობლემა სექტორში იდგა იქიდან, რომ ჩვენ თუ თავიდანვე არასწორ ფასს განსაზღვრავთ ამ თუ იმ პროექტის საბაზრო ღირებულებისას და განსაზღვრავთ ნაკლებს, ანუ სრულ მოლოდინში შევიქმნით, მე მთელი სისტემა და ყველა მხარე მუშაობდა იმისთვის, რომ რაღაცნაირად ამ ფასებში ეს მორგებულიყო და ეს ყველაფერი ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხარისხის ხარჯზე, თუ შეუძლებელი იყო სხვაგვარად იმ ფასის უზრუნველყოფა. და ფაქტიურად ეს ხდებოდა მე ყველა იმ პრობლემის, მათ შორის კორუფციული რისკების ერთ-ერთი ტრიგერი, თუმცა არა მარტო. აქედან გამომდინარე, დღეს საორიენტაციო ფასის განსაზღვრასთან უკვე სახელმწიფო დაუახლოვდა საბაზრო ფასს.
ჩვენ გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასევე გვინდოდა და გვაქვს დღესაც ის ინიციატივა, რომ ზედაზღვარი ტენდერებში მოხსნილიყო, რამე თუ უფრო მეტ მონაწილეს მიიღო ტენდერში მონაწილეობა და ფასწარმოქმნა ტენდერის გზით ყოფილი გამხდარიყო უფრო ღია და ჯანსაღი კონკურენციის შედეგად. თუმცა ამ ეტაპზე ამაზე თავი იქნა შეკავებული, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალში იმ ეტაპზეც მივა ეს სექტორი განვითარების, რომ სახელმწიფოს უკვე არც მაგის შეეშინდება, რომ ზედაზღვარიც მოხსნას ტენდერებში. ესეც ერთიანი პაკეტის ნაწილი იქნება ეს ცვლილებები, რაზეც ახლა საუბრობთ, ანუ ყველაფერი ერთად იმ კანონპროექტში, რაც დღეს მიიღეთ, თუ რაღაც მაგრამ ესე თქვა ეტაპები იქნება, ეხლა პირველი ეტაპი შეეხება ფასწარმოქმნას და ინდექსაციას, ასევე შავსიას და გამოცდილების დაჯამებას, რომელიც ერთის მხრივ ხელშეუწყობს საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობისთვის. ამის მერე ჩვენ აქტიურად უკვე წარუდგინეთ სახელშეკრულებო რეფორმის ნაწილში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ერთი განხილვა მოხდა და უახლოეს პერიოდში გვექნება კიდე შემდეგი რაუნდები განხილვის და ვფიქრობ, რომ ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელშეკრულებო რეფორმის ნაწილი სახელშეკრულებო რეფორმაც რეალიზდება უახლოეს პერიოდში, რომელიც თავის მხრივ გაცილებით მაღალ ეფექტს იქონიებს, მათ შორის კორუფციული რისკების დაზღვევის კუთხით, მათ შორის საკონტრაქტო ურთიერთობა გახდება იმდენად დეტალიზირებული და შექმნის ისეთ გარემოს, სადაც ბიუროკრატიაც უფრო ქმედითი იქნება და ეფექტური იქნება და შესაბამისად მიმწოდებლებიც მაქსიმალურად საკონტრაქტო ურთიერთობების ფარგლებში მოექცევება. კი ბატონო. შავისია, რადგან ახსენეთ, ზოგადად შავისია ყოველთვის მედიის ინტერესის საგანი და შავსიაში მოხვედრილი კომპანიები ხშირად არის. აქ რა იცვლება უფრო კონკრეტულად მინისტრის კომენტარიდან გამომდინარე ბიზნესმაც რაც გააკეთა რაღაცითი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ კომპანიას არაკეთილ სინდისიერს მის დამფუძნებელს უფრო სწორედ შეეძლო ახალი კომპანია დაეფუძნებინა, რაც ძალიან მარტივია საქართველოში და ჩვეულებრივ მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ასე მარტივი იყო ამ სიშავის დამალვა? კი, ხო იცით, სამწუხაროდ ეგრე იყო და კარგია, რომ სახელმწიფო ამას მნიშვნელოვნად პასუხობს და ჩვენ ამ შემთხვევაში ასოციაციას იმალე გითხრათ უფრო გაცილებით ზოგ საკითხებში უფრო აგრესიულ ქმედით ნაბიჯებს ვითხოვთ სახელმწიფოსგან, ვიდრე სახელმწიფო ამას ახორციელებს, მათ შორის დემპინგის ნაწილში. და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ხშირად პრობლემის ხარეს ხშირად გვინდა და ვეძებთ ხოლმე სახელმწიფოში, მაგრამ გვაუწყდება საკუთარ თავში არსებული პრობლემები და აქედან გამომდინარე იგივე ჩვენ აქტიურად ვადავკატირებთ, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც მონაწილეობს საჯარო შესყიდვებში, ტენდერებში, ის ვალდებულია, რომ მისი ფინანსები ასევე იყოს გასაჯაროებული და გადასახადის გადამხდელმა ვიცოდეთ როგორ და რანაირად მართავს ასე თუ ის კომპანია და ვფიქრობ, რომ ესეც იქნება სავალდებულო ამ შემთხვევაში, რომ ნებისმიერი პრეტენდენტი, რომელიც ტენდერში მიიღებს მონაწილეობას, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გასაჯაროებული თავისი ფინანსური უწყისები იმ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ამას არეგულირებს საქართველოში. და ეს ვფიქრობ, რომ თავის მხრივ კარგი იმპულსი იქნება იმ კუთხით, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებიც უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთი ფინანსურ აღრიცხვას ერთის მხრივ და მათ ფინანსების უფრო პასუხისმგებლიან მართვას. ახალი თამაშის წესები, როგორც ხვდები, წლის ბოლომდე ძირითადი, რაზეც ახლა საუბრობდით, შევა ალბათ, ხო, ძალაში და უკვე ეტაპობრივად განხორციელდება ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, რომ ამდენი წელიწადია ამ სექტორში ესეთ ძირეული 30-35 წელი ცვლილებები არ მოხდარა, რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის და ერთი ხელის მოსვლით ყველაფერს ვერ გაასწორებ. აქაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც ამ ცვლილებას პასუხისმგებლობით მოეკიდოს და ის ამოცანები, რაც აქვს სახელმწიფოს ამ კუთხით, ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის კუთხით და არაფერს არსებობს განსაკუთრებულს, ესე ვთქვათ, მოთხოვნა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან არ არის. ამასაც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და ეს პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება მათ მიერ სწორი ფასწარმოქმნით სანადირო პროცესში და მერე იმ საკონტრაქტო ვალდებულების შესრულებით, რომელშიც ისინი შედიან.
რისთვისაც მზაობას ყოველ შემთხვევაში განცხადების დონეზე და ინიციატივების დონეზე აშკარად გამოთქვამს მთავრობა ამ ეტაპზე და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხო, რომ საბაზრო ფასებით გამოცხადდეს ტენდერი. ბიუროკრატია ძალიან მოკლედ ამაზეც მინდა ვისაუბროთ, თითქმის ყველა კვლევაში, მათ შორის BHG ინდექსში, რომელიც ყველაზე მსხვილი კომპანიების, ასე ვთქვათ, ერთობა არის, ტოპ 3-ში თუ არა 5-ში მაინც არის როგორც ბიზნესისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები. თქვენ სფეროში რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა და აი ახალი თამაშის წესებმა, მეტმა ურთიერთვალდებულებამ, ხომ არ შეიძლება რომ ერთია კარგი ხარისხზე ზრუნვა რა თქმა უნდა, მაგრამ მეტ ბიუროკრატიაში გაგხლართოთ. თუ უფრო კაფეო ხდება ეს ყველაფერი. აი ამას სწორედ მაგ ნაწილში რაც შეეხება ბიუროკრატიას, რაც ქვია, რასაც ჩვენ ერთის მხრივ დაბალანსებულ კონტრაქტებს ვეძახით, ამ ბიუროკრატიის ეფექტურად მოქმედებისთვის გვინდა ჩვენ სწორედ ამ სახელმწიფო რეფორმის განხორციელება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, როდის უნდა გაიცეს ინსტრუქცია, როდის უნდა მიეცეს, როდის უნდა დაპროცესდეს შესრულება, როგორ უნდა იმართოს ცვლილებათა ორდერი, იმიტომ რომ ეს მუდმივი დინამიური პროცესია ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელშიც ბევრი ცვლილება ხდება, რომელიც წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, ამისი სწორედ და ეფექტურად მართვა რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დამკვეთის ხარეს არის და იმისათვის, რომ ეს თქვა ბიუროკრატია უფრო ამუშავდეს და უფრო ეფექტური იყოს, ამისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო რეფორმის გატარება. და თავის მხრივ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტურობას და გადაწყვეტილების მიღების დააჩქარებს და მოაქცევს, ეს თქვა ღიაობის ქვეშ და ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობა, ნამდვილი გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. არის რაიმე ისეთი თემა, ბატონო ირაკლი, რაც დღეს პრობლემაა, დარგში მიგაჩნიათ, რაღაც მონიშნული გაქვთ, მაგრამ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გულისხმობ პირველ რიგში არ არის მზად ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, რევოლუციური რეფორმისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, როგორც ეს ყველაზე მსხვილი, ასე ვთქვათ, კაპიტალური ხარჯების შემსყიდველი, ამ შემთხვევაში მისი პოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის მარტო ინფრასტრუქტურის სამინისტრო პოლიტიკის შემქმნელი და ის უფრო გამტარია, თუმცა მისი ხმაც და კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი, ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო იმ ინიციატივით, რომელიც პარასკევს განცხადდა, გადადგა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი სექტორის დაკარგულიდობის აღდგენის კუთხით, მათ შორის და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი კრედიტი გასცა ამ კუთხით. თუმცა ეს ყველაფერი ხომ მარტო ბიზნესის ბრალი არ იყო, კი, ბოლო თვეებში ხშირად გვესმოდა, მათ შორის მინისტრისგან, რომ არავიტანთ ასე გაჭიანურებულ პროექტებს, ხარისხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და როცა რაღაცას აშენებთ, როგორც საკუთარ სახლს, ისე შევაფასებთ მის ხარისხს, მაგრამ თუ ყველაზე ელემენტარული არასაბაზრო პირობებით ცხადდებოდა ტენდერი, ხა ბიზნეს წაგებაზე ხო არ იმუშავებდა? თუმცა მინისტრმა აღიარა ემორჩილებოდაო ამ მანკიერ პრაქტიკას, რაც იყო. შევხედოთ რა, რომ ამ სექტორში ჩვენ ამ სექტორის რისკიანობა არის ძალიან მაღალი და კაპიტალის ღირებულება, რომელიც თავის მხრივ აისახება კაპიტალის ღირებულებაზე. და რაც ალსახად ნებისმიერ სხვა ინვესტორისთვის თუ პოტენციური დაინტერესებული მხარისთვის არ იყო საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი რისკები არსებობს. ჩვენ სახელმწიფოსთან დიალოგის შედეგად შევჯერდით იმაზე, რომ უნდა მოვახდინოთ ამ სექტორის დერისკინგი და შევამციროთ სექტორში რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მეტი კაპიტალის შემოდინებას ამ სექტორში და ეს რომელიც ტრანსფორმირდება ჯანსაღ კონკურენციაში და საბოლოო ჯამში უკეთეს ფასს და ხარისხის თანაფარდობას მიიღებს სახელმწიფო. ამისათვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება, რომ და ვფიქრობ, მუშაობთ ჩვენ ინიციატივაზე, რომელსაც ეკონომიკური ამინისტია ქვია, რომელიც დაკავშირებული იქნება, ესე ვთქვათ, ამ სექტორის გადატვირთვასთან. და ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამე თუ ეს ეკონომიკური ამინისტია მოგიხსენებათ, რომ ამ სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილე არის ასევე საბანკო სექტორი, რომელიც ფაქტიურად აზღვევს რისკებს, აწვდის კაპიტალს. და რომლებიც თავის მხრივ მართავენ დეპოზიტარების ფულს.
და შესაბამისად მათთვის მნიშვნელოვანია როგორც ისინი უდგებიან პასუხისმგებლობით, ისე ხელისუფლება უდგება პასუხისმგებლობით საჯარო ფინანსებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც რისკიანობა იქნება დაბალი, რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს კომერციულ ბანკებს, რომ გაცილებით მეტად აგრესიულები იყვნენ ამ უფრო მეტი რისკი აიღონ ამ სექტორში, ვიდრე დღეს უფრო მეტად გენდო. რა თქმა უნდა, და ამისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს ეკონომიკური ამნისტია, რაც ცალსახად ვის უნდა შეეხოს ეს ამნისტია, სულ ერთი წუთი გვაქვს და ეს უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, იმ პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ, ესე ვთქვათ, ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც ამ სექტორში მოღვაწეობდნენ, რომლებიც ამა თუ იმ საკონტრაქტო იქნება თუ სუბიექტური თუ ობიექტური განმეორების გამო აღმოჩნდნენ და არიან უფრო გაცილებით მაღალი ფინანსური ტვირთვის ქვეშ, ვიდრე სხვა პირობებში იქნებოდა. და ამნისტია ითვალისწინებს გარკვეული საბიუჯეტო ვალდებულებებისგან, ჯარიმებისგან გათავისუფლებას ალბათ, ხო? ამ სექტორში არის იმისთვის რომ მე ბანკთან უფრო თავაწეულები მიხვიდეთ, სწორად გავიგე? ჩვენ გვინდა რომ ესე ვთქვათ ის სახელმწიფოს პანაცეა ნამდვილად არ არის, რომელიმე ეკონომიკური აგენტის დაჯარიმება ან გაკოტრება ან სასამართლო დავა. ვფიქრობ, რომ არსებობს იმისი საშუალება, რომ შეიქმნას სწორი ეკონომიკური პაკეტი, ამნისტიის პაკეტი, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ეს ვთქვათ შეამსუბუქებს მათ ბალანსს და თავის მხრივ კომერციულ ბანკებს მიცემს. მოვიკითხავთ. აუცილებლად ამ თემასაც. წერტილი რას დაუსვათ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ბიზნესში. რა არის თქვენი სუსტი წერტილი? ეს ყველაზე მეტად რაც გინდათ რომ აღარ იყოს. ჩვენი ინფრასტრუქტურულ სექტორში მე მინდა რომ იყვნენ რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლიანი მონაწილეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ თავიანთ ფასს წარმოქმნას და უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ უფრო თავი დაანებონ დემპინგს. მადლობა და წარმატებები აუცილებლად რეფორმის ყველა დეტალს პერიოდულად მოვიკითხავთ მათ მიმდინარეობას. წერტილი დღეს სამი დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.